დილამშვიდობისა და ბედნიერებისა ჩემო კარგებო, მოგისალმებით ყველას და მოგიკითხავთ. დავიწყებ მადლიერების ენერგიით თითოეული თქვენგანის მიმართ. ვინც ხართ ჩემ არხზე, ვინც იწონებთ, აზიარებთ და აკომენტარებთ ვიდეოებს, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის და თქვენ თუ გსურთ, რომ ხშირად გავაკეთო თქვენთვის საჯარო გაშლები, ამისთვის ნამდვილად საჭიროა თქვენი აქტიურობა და გვერდში დგომა. ასევე მომწერეთ, რაზე გსურთ გავაკეთოთ შემდეგი გაშლები, მე ყველა თქვენგანის მთხოვნას ვითვალისწინებ. დღეს კი მე თქვენ შემოგთავაზებთ საჯარო გაშლას გზავნილი სამყაროსგან. რას გირჩევთ სამყარო? როგორ უნდა წარმართოთ თქვენი ცხოვრება? რა უნდა მოიმოქმედოთ იმისათვის, რომ უკეთეს შედეგებამდე და რეზულტატამდე მიხვიდეთ. მაშასე პირველ რიგში ნახოთ რა ენერგიებში ხართ ახლა და სამყარო თქვენთვის რა გზავნილს აგზავნის. ნახოთ. მოდი ნახოთ ორ ვარიანტად. პირველი ვარიანტი და ნახოთ მეორე ვარიანტი. რა ენერგიებში ხართ ახლა? პირველი ვარიანტი წველი, მეორე ვარიანტი აი ეს ბროწეული. კონცენტრირდით, ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ. დახუჭეთ თვალები. თვალს რომ გაახელთ, რომელი ვარიანტიც მიგიზიდავთ, ეს იქნება თქვენი ვარიანტი და აქ იცოდეთ, რომ აქ სასწაულს ახდენს თქვენი ინტუიცია. მაშასე მეორე ვარიანტი გადავდოთ და მოგესალმებით პირველებო. ნახოთ რა ენერგიებში ხართ. მეგობრებო, გაბრაზებული ხართ ვინმე მამაკაცზე, რომელიც ცოტა არ იყოს თქვენი გადმოსახედიდან არაკეთილსინდისიერად მოგექცათ. შეიძლება აქ იყოს ტყუილი, იმედგაცრუება, რასაც მოყვა შელაპარაკება, მოყვა სიტყვიერი დაპირისპირება და გულისტკენა. ეს მამაკაცი გახლავს ორიენტირებული ფინანსურ თემებზე, ან თქვენ შეიძლება გაგაბრაზად ამ მამაკაცის უმოქმედობამ. თუ ეს ვარიანტი თქვენია და იგრძენით, რომ თქვენია, მაშინ განაგრძეთ ყურება. თუ არა და დაელოდეთ მეორე ვარიანტს. გზავნილი სამყაროსგან თქვენთვის. გზავნილი სამყაროსგან. სამყარო გეუბნებათ მეგობრებო, რომ რადიკალურად შემოbrunდება სიტუაცია. უბრალოდ თქვენ ემოციური ბალანსით, ემოციური სისავსით, პოზიტიური განწყობით დაელოდეთ თქვენს წარმატებას, გამარჯვებას კონკრეტულ სიტუაციაში, სადაც ხართ. აქ გეტყვით, რომ არც ერთი თქვენგანი არ მიიღებს აი ამ მოვლენების შემოbrunებაში მონაწილეობას. აქ თავად სამყარო გადაწყვეტს, რომ თქვენ საკმაოდ ბევრი რამ გაიარეთ, დიდი გზა გამოიარეთ იმისთვის, რომ თქვენ მიგეღოთ ის წარმატება, ის რეზულტატი, რაც თქვენ გსურდათ და ამისთვის საკმარისად
ბევრი გაკვეთილი გაიარეთ და სულ მალე დადგება დრო, რომ მიაღწიოთ წარმატებას თქვენთვის სასურველ სიტუაციაში. რა გზავნილი აქვს კიდევ სამყაროს თქვენთვის? თქვენ მიიღებთ აი კმაყოფილებას, ნამდვილად მიიღებთ აი ემოციურ სისავსეს, რაც თქვენ გსურთ. აქ თქვენთან უფრო ემოციური ბალანსი უნდა შეინარჩუნოთ, მეგობრებო. აქ სამყარო გეუბნებათ, რომ დაელოდეთ ოღონდ არა ნეგატიური ემოციებით, იაზროვნეთ პოზიტიურად და ყველაფერი შეიცვლება. რჩება თქვენთვის. მეგობრებო, შანსი გეძლევათ, სამყარო გააძლევთ შანსს. უბრალოდ აი ის ემოციური დისბალანსი, რაც გაქვთ, კიდევ ერთხელ ამტკიცებთ კარტი ამას, რომ თქვენ თითქოს დაგაკლდათ ემოციები, თითქოს ვერ მიიღეთ ის, რაც ძალიან გსურდათ, მაგრამ სამყაროსგან რჩევა არის ის, რომ საკუთარი თავი შეიყვარეთ, საკუთარ თავზე იყავით ორიენტირებული, საკუთარი თავის კეთილდღეობა აირჩიეთ და თქვენ გეძლევათ შანსი მიიღოთ ის, რაც ძალიან გსურთ. და თქვენ თუ ასე მოიქცევით, რა იქნება რეზულტატი, კიდევ ჩავეციოთ. არავითარ შემთხვევაში არ იყოთ აი დაჭიმული ბრძოლის რეჟიმში, არა, მეგობრებო, თქვენს ქვეცნობიერს ჩაუღრმავდით, რა გსურთ და რისთვის გსურთ და თქვენთვის გაიხსნება სამყაროსგან აი ის ამოუცნობი მოვლენები, რაც უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. თქვენთვის ახლა ისეთ ენერგეტიკაში იმყოფებით, თითქოს წარმოუდგენელია, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს თქვენი რეალობა, მაგრამ ეს ასე მოხდება. უბრალოდ მოეშვით და მოდუნდით. დიახ, მოეშვით, მოდუნდით, რელაქსაცია, გაიკეთეთ მასაჟი ან გააკეთეთ მანიფესტაცია იმისი, რაც ძალიან გსურთ. დაიწყეთ მცირე ნაბიჯებით, რაც ეს მცირე თითოეული თქვენი გადადგმული ნაბიჯი მიგიყვანთ აი იმ რეზულტატამდე, რაც თქვენ გსურთ. გააკეთეთ მედიტაციები და თქვენი პოზიტიური განწყობით სამყაროს თქვენ გამოუცხადებთ ნდობას და ეს ის შემთხვევაა, როდესაც სამყარო თქვენ არ დაგაღალატებთ და გამოგიგზავნით ემოციურ სისავსეს, გამოგიგზავნით ადამიანს, მამაკაცს, რომელიც დაინტერესებული იქნება თქვენით, რომელსაც ექნება ნამდვილად ის ემოციები თქვენს მიმართ და გრძნობები, რაც თქვენ ასე გსურთ. მადლობა პირველებო, მე მაინტერესებს რამდენად რეზონირდა და მე დაგელოდებით თქვენ, თითოეულ თქვენგანის კომენტარს დაველოდები და წავიკითხავ დიდი სიყვარულით. დაგემშვიდობებით პირველებო, წარმატებას გისურვებთ. მე თითოეულ თქვენგანს გულშემატკივრობთ და მინდა რომ ყველა იყოთ ძალიან ბედნიერები. და მოდი ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი, ვინც ჩავიფიქრეთ ეს ულამაზესი ბროწეული. მოდი ვნახოთ მეორეებო, რა ენერგიებში იმყოფებით თქვენ ახლა. აქ უფრო რთული სიტუაციაა, მეგობრებო. თქვენს ცხოვრებაში მოხდა გარდატეხი მომენტი. რაღაც ძირეულად შეიცვალა. დაინგრა ამდენი ხნის ნაშენები რაღაც, რამაც თქვენში
დიდი ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ინიციატორი თქვენ ყოფილიყავით აი ამ ყველაფრის. თითქოს ეს ასე უნდა მომხდარიყო, მეგობრებო. რაღაც მოძველებული, რასაც უკვე თქვენთვის პოზიტიური მოვლენები აღარ მოჰქონდა ენერგეტიკულად სისავსე და პირიქით განგრევდათ თითქოს ეს ყველაფერი თქვენში წარმოშობდა ძალიან დიდ ნეგატივს, სწორედ ეს ყველაფერი დაინგრა. რაც არ უნდა ახლა თქვენ ცუდად გრძნობდეთ თავს, დამიჯერეთ, სამყარომ უკეთ იცის რა ჯობია თქვენთვის. თქვენ სამყარო გათავისუფლებთ აი იმ დიდი ნეგატივისგან, რასაც თქვენში მხოლოდ ნეგატივი და რეგრესი მოჰქონდა. ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება ოჯახი დაენგრა, ან ხო, უმეტეს თქვენგანს მეორეებო შეიძლება ოჯახში აღარ ჰქონდა ის ემოციური განწყობა, რასაც ოჯახი ჰქვია და პირიქით აქ იყო ძალიან დიდი ნეგატივი და ვეღარ იღებდით იმას, რაც უნდა მიგეღოთ. შეიძლება თქვენ აქ ძალიან ბევრი ენერგია ჩადეთ და თითქოს გინანებოდათ ამ ყველაფრის დანგრევა, მაგრამ რეალურად თქვენ ერთგვარად მსხვერპლის პოზიციაში იყავით უკვე და თქვენ თავში იპოვეთ ძალა, მოგივიდათ ინსაიტი თავში, რომ всё, ეს უნდა დასრულებულიყო. всё, ну მეტი ვეღარ გაქაჩავდით, მეც ვეღარ შეძლებდით და აქ უკვე იყო თქვენი თავის გადარჩენაზე მისული საქმე, ну უნდა აგერჩიათ საკუთარი თავი, ან დარჩენილიყავით იქ, სადაც უკვე ყველაფერი იყო სიბნელეში. აქ მე მაჩვენებს, რომ ან დიდი ხნის ურთიერთობას ეხება ეს ნგრევა, ან ოჯახურ გარემოს. არადა რეალურად ძალიან ბევრი გაქვთ გაკეთებული, რომ ოჯახი ყოფილიყავით, ან ურთიერთობა ყოფილიყო ის, როგორიც უნდა ყოფილიყო, ძალიან დიდი ენერგია გაქვთ აქ ჩადებული. მოდი ვნახოთ სამყაროს გზავნილი თქვენთვის. ეს იყო კარმული ურთიერთობა, მეგობრებო, და თქვენ სამართლიანი ხართ. ცხოვრებაც ამ მხრივ ამიტომ დადგა თქვენს გვერდით და თქვენ სამყარომ მოგანიჭათ უკვე უნარი, რომ თქვენ უკვე შორიდან დააკვირდეთ სიტუაციას. თქვენ ერთგვარი ბარიერი აღმართეთ აი ნეგატივსა და თქვენს შორის. თქვენ აირჩიეთ ბედნიერება და თქვენ ფიქრობთ და სამყაროც ფიქრობს, რომ ეს სამართლიანია. თქვენ ეს დაიმსახურეთ და თქვენ უკვე იქ გამოწურეთ თქვენი ძალები. თქვენ იქ მეც ვეღარ შეძლებდით, რომ გაგეკეთებინათ, რადგან ამაზე მეტი უკვე აღარ არსებობს და ამიტომ სამყარომ დაგაყენათ იმ პოზიციაში, რომ თქვენ დაიცვათ საკუთარი თავი, საკუთარი ბედნიერება და საკუთარი კეთილდღეობა. ეს გზავნილი სამყაროსგანაა, რომ თქვენ აირჩიოთ საკუთარი თავი და საკუთარი სიმშვიდე პირველ რიგში. თქვენ თითქოს ოჯახური ბედნიერება და სიმშვიდე არის თქვენთვის პრიორიტეტი და სამყაროც ამაში მხარს გიჭერთ, მეგობრებო. გზავნილი სამყაროსგან. თქვენ უნდა დაიწყოთ ახალი ფურცლიდან. ყველანაირი ის ტყუილები, რაც იყო, იმედგაცრუება, რაც იყო, იქ უნდა დატოვოთ. მეგობრებო, ახალ შანსს გთავაზობთ ცხოვრება თქვენ და სამყარო. სამყარო გიგზავნით, როგორც ბავშვმა შეაბიჯოთ ახალ სამყაროში, სადაც თქვენს კეთილდღეობაზე, განწყობაზე
იქნებით ორიენტირებული და თქვენ გექნებათ ის სისავსე და ბედნიერება, რაცაც სამყარო თვლის, რომ თქვენ იმსახურებთ. უბრალოდ მეგობრებო, ახლა მოგიწევთ. დაიწყოთ როგორც უმანკო ბავშვმა ახლიდან ცხოვრება. და აქ უკვე აირჩიოთ საკუთარი თავი, საკუთარი მიზნები, საკუთარი გზა, რომელიც მიგიყვანთ იმ წარმატებასთან, რაც თქვენ სამყაროს თვალით და გადმოსახედიდან უკვე თქვენ დაიმსახურეთ. რას გირჩევთ კიდევ სამყარო თქვენ? აი თქვენ უნდა აიღოთ თქვენი ცხოვრების სადავეები ხელში, მიიღოთ პირველ რიგში გადაწყვეტილება, რომ მე ვიქნები ბედნიერი. მე ვიყო არა, მე ვიქნები ბედნიერი, იმიტომ რომ მე ეს შემიძლია საკუთარ ძალებზე იყოთ ორიენტირებული, საკუთარი ბედის ბატონ პატრონი თქვენ იყოთ, საკუთარი წესებით იმოქმედოთ და არავითარ შემთხვევაში აღარ სხვისი წესებით და თქვენ მიაღწევთ აი თქვენს ოცნებას, რომელიც შორეული გეგონათ. ვარსკვლავის მდგომარეობა მზის არკანთან ერთად მეგობრებო არის საოცარი გასხივოსნება, როდესაც საკუთარ მიზნებს, გეგმებს და ოცნებებს აღწევთ თქვენივე დამსახურებით და სამყაროს გვერდში დგომით, რადგან სამყაროც თვლის, რომ თქვენ უკვე ეს დაიმსახურეთ. ძალიან გამიხარდა ახლა ეს ბოლო არკანის ამოსვლა ზესთან კომბინაციაში. საოცარი ენერგეტიკა წამოიღო და მეც ძალიან კარგად ვიგრძენი ახლა თავი და მე ვიცი რომ თქვენ მიიღებთ აი ოცნებას, რაზეც ძალიან დიდხანს გიოცნებიათ, როგორც წარმოგიდგენიათ თქვენი თავი, შეიძლება დიდი ხნის წინ გქონდათ ეს ოცნება და მიუღწეველი გეგონათ და სამყარომ აი ის იმიტომ დაანგრია ის ყველაფერი, რაც თქვენ გაყოვნებდათ, უკან გწევდათ, სიბნელეში გამყოფებდათ, რომ სწორედ ამ ენერგიებში მოსულიყავით, რომ თქვენ საკუთარი თავი აგირჩიათ, საკუთარი ძალაუფლება შეგეგრძნოთ და წინ წასულიყავით და იმ ვარსკვლავისთვის მიგაღწიათ და თქვენ იმ ოცნებისთვის, რასაც დიდი ხანია ოცნებობდით და თქვენ შეიძლება ძალიან ცნობადიც გახდეთ ირგვლივ ყოფებისთვის, შეიძლება სოციალურ ქსელშიც ძალიან ცნობადი გახდეთ, ან იმ საქმეში, რაც თქვენ გიყვართ, იყოთ ძალიან ცნობადი, ან გარშემომყოფები აი ხედავდნენ და ამჩნევდნენ ნელ-ნელა, როგორ იცვლებით და როგორ ხდებით აი ეს კაშკაშა ვარსკვლავი, რასაც მე თქვენ გისურვებთ ნამდვილად და თქვენ ნამდვილად ამას იმსახურებთ. ძალიან კარგად გრძნობ თავს და მინდა თქვენც იგრძნოთ აი ეს ენერგეტიკა მეგობრებო, დაგემშვიდობებით დიდი სიყვარულით და გელით მე კომენტარებში.